მედიკამენტების იმპორტის შემცირდა იანვარში ქვეყანამ $8,135,000 ღირებულების 1002 ტონა მედიკამენტები შეიძინა. კლება წინა წლის იანვართან შედარებით ღირებულებაში 20%-ია, რაოდენობაში კი თითქმის 34%. დაფასებული სამკურნალო მედიკამენტების იმპორტის შემცირება ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან, თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან წამლების ნაწილი ვეღარ შემოაქვთ. გიგა ბენია მუშაობს თემაზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. გიგა, რატომ შემცირდა თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი? როგორც უკვე ვიცით, წლებია თურქეთი საქართველოსთვის იაფი მედიკამენტების მთავარი მომწოდებელია. 2021 წლის შემდეგ წამლების იმპორტი პირველად შემცირდა. იანვარში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ღირებულება $20 მილიონი, $13 მილიონ შემცირდა და ქვეყანაში სულ 338 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში მოცულობა 732 ტონა იყო. კერძო სექტორში შემცირების ორ მიზეზზე საუბრობენ, როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აღნიშნავენ, თურქეთში იმ მედიკამენტების ფასია გაზრდილი, რომლებიც საქართველოს მიერ დაწესებულ რეფერენტულ ფასებში ჯდებოდა. შესაბამისად, წამლების უმრავლესობა საფასო ზღვარს გასდა და ქვეყანაში ის აღარ შემოდის. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კლებას ჯერ კიდევ გასული წლის პირველი კვარტლიდან ელოდებოდნენ და აღნიშნავენ, რომ იმპორტიორებმა მარაგი შეავსეს. ამას ველოდებოდით, ინფლაციიდან გამომდინარე მოხდა იმპორტიორების მიერ მაქსიმალური მარაგების შემოტანა, იმისათვის რომ დეფიციტი არ გაჩნდარიყო ჩვენ ბაზარზე და პარალელურად დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, იმისათვის რომ ისევ და ისევ დეფიციტი არ შექმნილიყო ამ ბაზარზე. ამით იყო განპირობებული ის დიდი ცვლილება ტვირთის რაოდენობაში და ფასი განსხვავება იანვარსა და იანვარს შორის თუ ავიღებთ, განახევრებულია ტვირთის რაოდენობა და დაახლოებით 60%-მდე ღირებულების ნაწილშიაც ნაკლები ტვირთი გვაქვს, ნაკლები ტვირთია შემოტანილი ბაზარზე. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მედიკამენტების იმპორტი შეამცირა თურქეთში რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ვიცით, მეზობელი ქვეყნიდან იაფი წამლები პარალელური იმპორტის სახით შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები მომწოდებლისგან ჯერ თურქულ ბაზარზე ხვდება ოფიციალურად, ის იქ სუბსიდირდება, საქართველოს კი მეორე პირისგან, ანუ თურქეთისგან ყიდულობს შემდეგ ამ მედიკამენტებს, რამაც ეს სამკურნალო საშუალებები ჩვენს ბაზარზე გააიაფა. ბოლო პერიოდში კი თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო იმპორტიორების თხოვნის საფუძველზე, რომ მის ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების მასობრივი ექსპორტი აეკრძალა, რის გამოც იმპორტიორებს, როგორც კერძო სექტორში ამბობენ, გადაწყობა მოუწიათ. არ შეიძლება იმ რაოდენობით, რაოდენობის იმედიც ჩვენ გქონდა და იყო გაჩენილი ეს მოლოდინი, რომ ამ რაოდენობით ჩვენ შევძლებდით ამ სიკეთით სარგებლობას, ესე დიდი ხანი ვერ გასტანდა, იმიტომ რომ აქ ჩართული არის მთელი მექანიზმი კონტროლის, იმიტომ რომ ჩვენ სხვა სახელმწიფოზე მიბმა სრულად ძალიან გაგვიჭირდებათ, ან ერთ სახელმწიფოზე ეს არ შეიძლება, ეს არ არის გამართლებული და რა თქმა უნდა, ჩვენი იმპორტიორები პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად სხვა ბაზრებზე არიან კიდე ორიენტირებული, რომ მოიძიონ ალტერნატიული ბაზრები იმისათვის, რომ ის ჩავარდნები ვთქვათ, ის ნაწილი, რაც ვერ გადაიფარება კონკრეტულად ამ ქვეყნიდან იმპორტის, იყოს გადაფარული სხვა ალტერნატიული ბაზრებით. მიუხედავად იმპორტის შემცირებისა, თურქეთი იმპორტირებული მედიკამენტების მხრივ მაინც ლიდერობს. შემცირება ფიქსირდება ასევე შვეიცარიიდანაც, რაც კერძო სექტორის თქმით სხვა ბაზრებზე ორიენტირების გაკეთებას უკავშირდება. ამასთან, როგორც ბიზნესში აცხადებენ, თურქეთიდან მედიკამენტების შემცირებას ბაზარზე დეფიციტი არ გამოუწვევია, მათი თქმით, არც ფასები გაზრდილა ამ ეტაპზე. თურქეთიდან შემოდიოდის პარალელური იმპორტი ჩაანაცვლა რეგულარულმა იმპორტმა, რაც პრინციპში ყოველთვის მისასალმებელია, იმიტომ რომ რეგულარული იმპორტი არის მხოლოდ ერთადერთი გზა უწყვეტი მოწოდების გარანტიის. საბოლოო ჯამში საქართველოს პაციენტი ამით არ დაზარალდა, პირიქით უფრო რეგულარული მოწოდებას აქვს ადგილი. თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. მთავრობის მაშინდელი მეთაური ამას დიდ მიღწევად თვლიდა და უნდა აღნიშნოს, რომ ფასები მაშინ მართლაც შემცირდა, თუმცა ექსპერტები და კერძო სექტორის ნაწილი მაშინ აღნიშნავდა, რომ ქვეყანა პარალელური იმპორტის იმედად არ უნდა ყოფილიყო. მადლობა გიგა, რატომ შემცირდა მედიკამენტების იმპორტი, გიგა ბენიამ გაგოცნა.